რამდენად არის რეალობასთან ახლოს, რომ პატა ბურჭულაძის მათ შორის მოდი აღვნიშნოთ და ვახსენოთ ბაჩუახალაია, რომელზეც განსაკუთრებულად ზარავთ ხოლმე და ეშინიათ მისი სახელის გაგონებისას ხალხს და ლოგიკურია რომ ეშინიათ ბაჩუახალაიას ფიგურის გამოჩენაც გახდა როგორც ჩანს საჭირო, ესეც იმედის დამსახურებაა. ბაჩუახალაიას სახელის გაჟღერდა რევოლუციური სცენარების ნაწილში, რამდენად საფრთხის შემცველია მთელი ეს დაორგანიზება, მთელი ეს შემადგენლობა, მთელი ის დაპირებები თუ ის განცხადებები, რომელიც კეთდება მშვიდობიანი რევოლუციის შესახებ. რამდენად რეალურია 4-ში რევოლუცია, ხო? ამაზე წესით სერიოზული მსჯელობა არ უნდა იყოს საჭირო. წესით ამ საკითხის რაღაც სერიოზულად განსჯა, უკვე ცოტა ხერხული უნდა იყოს სმენელის გადაცემის მონაწილეების თუ საზოგადოებრივი დისკუსიის დისკუსიის ჩართული ხალხის ინტელექტისთვის იმდენად სულელურია საერთოდ აზრი, რომ 4-ში რაიმე რევოლუცია შეიძლება მოხდეს. და იმდენად არაფერი რეალობასთან მაგას კავშირი არ აქვს. უბრალოდ ამ კუთხითაც კი არ არის მნიშვნელოვანი ამის გარჩევა, ამ სისულელის, არამედ მნიშვნელოვანი ამის გარჩევა არის იმ ამოცანებიდან გამომდინარე, იმ უსინდისო ჩათლახური ამოცანებიდან გამომდინარე, რომელიც სინამდვილეში მხარეებს გააჩნიათ. ანუ ამოცანები ხელისუფლების და ამოცანები ეგრეთ წოდებული რადიკალური ნაწილის ოპოზიციის, რომლებიც იკვებებიან საკუთარი ადგილის შენარჩუნების მიზნით, იკვებებიან აი ჭიქაში ქარიშხლის ატეხით და ხელოვნური ვითომ რადიკალიზაციით და აი ეს ურთიერთკვება გულისხმობს იმას, რომ ოცნების მნიშვნელობას ხაზი ესმება და ოცნების მნიშვნელობას და ლოგიკას, რომ მაინც და მაინც ოცნება რატო უნდა ავირჩიოთ იმ ძალიან ბევრი სირთულის და მანკიერების ფონზე, რომელიც ოცნებას გააჩნია, ერთადერთი პასუხი, სხვა პასუხი რომ ვერ მოიგონა ხელისუფლებამ 13 წლის განმავლობაში, ეს ერთადერთი პასუხი შენარჩუნებული იყოს. ის რომ აი ამ ორ მხარეს ინტერესია აი თეო ზღაპრების ვითომ რევოლუცია ხდება ამ თემის საზოგადოების კვება, ეგ ჩანს მხარეების ამორჩევლების რეაქციებში. მიმბრაზდება აზრზე, რომ არაფერი არ მოხდება, ერთის მხრივ ნაცების რაღაცა ტვინ არეული ზედმეტად მიამიტი და ზედმეტად უტვინო ამორჩეველი, რომელიც მართლა საკმარისად უტვინოა იმისთვის, რომ ეხლა დაიჯეროს რაღაც შეუძლია და სამწუხაროდ მაგ ხარისხის უტვინობა არსებობს ჩვენ საზოგადოებაში ჯერ კიდევ და მეორე ოცნების ამორჩევლები ბრაზდებიან. უცნაური არ არის ოცნების ამორჩევლების რეაქცია? წესით ოცნების ამორჩეველს რომ უბნები, რომ არაფრის თავი არ აქვს ამ ნაცებს. რაც სიმართლეა. პასუხი არის ნაცებზე უარესები გახდა. ხო, ანუ ლოგიკურია, ამას არაფრის თავი არ აქვს. აი ხაბეიშვილს და ბურჭულაძეს რა ჯანდაბა შეუძლია. კუბილიუსი ხმას არიღებს. რა ვიღაცა ის რა ქვია, ჯინ შაჰინი და ვიღაცა ამერიკელი კიდე მეორე რო იყო რა ერქვა. რიში და შაჰინი და ზეპირად რო ვისწავლეთ ეს რაღაც მარკეტა გრიგორევნა და რაღაც გვარები ხო იყო? აი რასაი უკდემით შენ გამოდის ხოლმე და ბიძნევენიშვილს ელაპარაკობს მხოლოდ TV პირველზე. კი ბატონო. ბიძნევენიშვილზე რევოლუცია. ხო, აი ანუ ხო არავინ აღარ ეს იყო სახელები, რომლებიც დაიზეპირა ქართულმა საზოგადოებამ. და ეს დაზეპირებული სახელებიც კი გაჩუმდნენ. აღარ ვლაპარაკობ ევროკავშირის უმაღლეს რგოლზე, აღარ ვლაპარაკობ ამერიკის ადმინისტრაციაზე, საერთოდ საქართველოს აღარ ახსენებენ. არათუ საქართველოს აღარ ახსენებენ, დაფინანსება შეუწყვეტეს აქაურობას. ამ პირობებში, როცა აშკარაა, რომ არაფრის თავი ნაცებს არ აქვთ. ვერ აკწყობენ რევოლუციის. გაფარჩაკდნენ. და შენ იძახი, რომ აი ეს ამ ხალხს ახლა არაფრის თავი აღარ აქვს. ლოგიკურად ოცნების ამორჩეველი ამაზე ხო პოზიტიურად უნდა რეაგირებდეს, ანუ აბა რა გინდა ახლა, რომ არაფრის თავი რო არ აქვს, მაგაზე ვიღაცა მიძახოს, ძალა აქვს, ხო? ანუ ნახე, როგორი რაღაცა იცი, ახლა მაგალითად დაირაზმენ და ეგ ჩანს ოცნების ინტერესი, მაგას ჩანს დაირაზმენ ვიღაცა ვირიშვილი, ეგეთი ძალიან გამправებელი ჩათლახი ტიპები და იმას ჩვენ გვიტევენ, რომ აი თქვენ რატო იძახით, რომ იმას ნაცებს არაფრის თავი არ აქვს, თქვა, იგე? ხო და როგორი რაღაცა იცი, თქვენ აი ადამიანებო,
თქვენი ხელმძღვანელობა იძახის მაგას. ანუ უცნების ლიდერები რაც იძახიან, რომ ნაცები გადაგვატრიალებენ 4-ში. თუ დაცინიან იმათ. ანუ ოცნების ხელმძღვანელობა რასაც იძახის, რომ არაფრის თავი ნაცებს არ აქვს, რავი, ვინცაც რევოლუცია უნდა მოიწყოს დაიჭირეს და კაცი შვილი არ გამოვიდა ქუჩაში, მეორე საერთოდ რაღაც სასაცილო პერსონაჟია და სასაცილოც არ არის, რომ ის რამეს მოახდენს, დანარჩენი ნაწილი ოპოზიციის თვითონ იძახის, რომ ესენი რაღაც დებილობას აწყობენ და დებილები არიან და არაფერი არ მოხდებაო. განწყობა გენერალური ისეთია, რომ შენი ხელმძღვანელობა ლაპარაკობს, რომ არაფრის მოხდენის შანსი არ არსებობს და ოცნების ვიღაცა უსინდისო გამოშტერებული გამправებლები გამორბიან და ჩემი ხელმძღვანელობა რასაც იძახისო, მაგ აზრს რომ იმეორებ ცუდი ადამიანი ხარ. ანუ წარმოიდგინეთ საკუთარი ამომრჩეველი რამდენად შეურაცხყოფელ მდგომარეობაში ხარ ჩაყენებული, რომ ბედავენ და ვიღაცას უტევენ იმ აზრის გამო, რომელსაც საკუთარი ხელისუფლება ტირაჟირებს და იმეორებს. ხო და მან საკითხი დგას მარტივად რა. არანაირი ხალხო ეგ არის დებილებზე გათვლილი პროპაგანდა. აგერ მოვა 4 ოქტომბერი, რამდენიმე დღეა დარჩენილი, ხო? ამ 4 რაღაცა ის ხო შეიძლება აი ნიშნებით ხდებოდეთ საზოგადოებაში რა მდგომარეობა რა განწყობებია. არაფერი არავინ ახლოსაც კი არ აღიქოს ახლა ამ მდგომარეობას არეულობებთან, იმიტომ რომ ფიზიკურად ამისი არც мотиваცია, არც ძალა ქვეყანაში არ არსებობს. არც საფუძველი არსებობს, არც ფაქტორი არსებობს, აი რის ირგვლივ როგორ უნდა დაიწყოს გადატრიალება. ნებისმიერი ადამიანი, ვინ უდგება იმდენად ეგ დებილობაა, რომ ეხლა რაღაც გადატრიალება მოხდება, რომ ოცნების ხელმძღვანელობასაც კი რცხვენია მაგის ლაპარაკი, რომ თავმოყარეობას ცილდება. ეხლა მაგის გამოსვლა სერიოზულად მტკიცება, რომ აი ხვალ იწყება, სასაცილო ხდება ნებისმიერი ადამიანი. ოპოზიციაში ვერავინ ვერ იპოვეს იმის გარდა, ხაბეიშვილის და ბურჭულაძის გარდა. ხელისუფლებას ვერ აიღებს თავის თავზე, მასე დებილობის ლაპარაკი, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ეხლა 3 დღის წინ დებილობა ილაპარაკე და 4 რიცხვში ის ჩატარდა, რა ქვია, არაფერი არ მოხდა და 7 აქცია ჩატარდა და წახვედი სახში, ნუ შენს რეპუტაციაზე აისახება. აქედან გამომდინარე სქემა როგორ მუშაობს? პოულობენ სრულიად რეპუტაცია მომსპარ ადამიანებს, რომელსაც ჩვეულებრივად ნაგავია და ამა რაც არ უნდა რაღაცა ნაგავი ლაპარაკოს, ამას რა უნდა ესროლო ისეთი რომ მე რეპუტაცია შეელახოს, მაგ ხალხს ალაპარაკებენ, თვითონაც ვერ ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგ ხალხს ამ რეპუტაციულად გაფარჩაკებულ ადამიანებს ალაპარაკებენ, რომ არა ხალხო, აი ეხლა რევოლუცია ხდება, ეხლა უნდა დავირაზმოთ და მარტივად მიუდგეთ ხალხო. აგერ ხელისუფლება რასაც იძახის, გარწმუნებთ რევოლუციის საფრთხე რო იდგეს, ხელისუფლებას ვერ გააჩუმებდით. ეგ რო რამენაირად ახლოს მაინც იყოს ადეკვატურ შიშებთან, იმასთან რომ შემდეგ რავი სირცხვილი არ იყოს, 3 დღეში გაირკვა რომ არაფერი არ ყოფილა და ესენი რას პანიკიორობდნენ და ამათ სიტყვას ფასი არ აქვს, აი რეპუტაციული დარტყმა მიღებადი რო არ იყოს, მაგის გამო ხელისუფლებას ვერ გააჩუმებდით ამ თემის ირგვლივ. რასაც ხელისუფლება ამბობს სინამდვილეში ამ ნაწილში შეგიძლიათ შვიდად რაღაცა გულდამშვიდებით მიყვეთ მაგ შეხედულებას, რა თქმა უნდა, აგერ მოусმინეთ კობახიძეს, მოусმინეთ რა ვიცი მე პაპუაშვილს, პარლამენტარებს, რა თქმა უნდა, ეგენი რო იძახიან რომ ვერაფერს ვერ იზავენ და რაღაცა ხაბეიშვილს რისი თავი აქვს და ბურჭულაძე სასაცილოა და მე მგონი მან სიმღერისმეც ვერაფერს ვერ შეძლება, რა თქმა უნდა ეგ ხდება. და ეგენი მაგას რატო იძახიან, იცი? და რატო არ ყვირიან ახლა ხალხო გამოვარდით, გვიშველეთ რევოლუცია არის და რაღაც საფრთხეა. ეგენი იმიტომ იძახიან რომ მაგათ ახლა გარკვეული წონა ხო აქვთ, სახელმწიფოს მართველი რგოლია. მათ სიტყვას რაღაცა ფასი ხო უნდა კონდეს და ხო არ შეიძლება სამარცხვინო დებილობა ილაპარაკოს. მაგრამ ჭირდებათ სამარცხვინო დებილობის გავრცელებაც დებილებისთვის. ეგეც ჭირდებათ. აქედან გამომდინარე, თვითონ მაგ რეპუტაციულ დარტყმას ვერ მიიღებენ და დაბალი რგოლის და უფრო დაბალი რეპუტაციის და რომელიც ისეთი ნაწილი, რომელიც თქვა ესენი ხო თავისა ეს გარშემო არსებულ საექსპერტო თუ არა საექსპერტო
ინსტრუმენტებს ხო ისე იყენებენ ხოლმე, აი რაღაცა ფეხებს გაიწმინდავენ, მე გადააგდებენ, იმას აღარ აქვს ფასეულობა, მე ახალი მოვა, არ არის პრობლემა, ხო? მაგ ნაწილს აყვირებენ ამ აზრის გასავრცელებლად და იქ რაღაცა როგორც სიუჟეტებს შემოაგდებენ, იცი? სიუჟეტებშიც კი არ იძახიან, დააკვირდით. იმედის სიუჟეტებშიც კი არ იძახიან, რაღაცა რევოლუცია მოხდება აუცილებლად და რაღაც. მაგრამ აი მინიშნებს საკეთებ რომ ვიღაცა ახლა ეს ელაპარაკა პადიესში ავიდა. იმდენად დებილობაა ეხლა წარმოდგენა რომ 4 ოქტომბერს რევოლუცია მოხდება, იმდენად ზღაპარია რომ იმედიც კი რომელიც აი რაღაცა ზღაპრების და გიჟობების და ხატვის პრობლემა ნაკლებად აქვს ეხლა მეტად ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე ყობახიძე რა თქმა უნდა რა სიტყვის და პაპუაშვილი რა სიტყვის მეტად ზრუნავს გინაცა რიგითი დეპუტატი ვიდრე იმედმა ბევრად რაღაცა იმის რა ქვია ბევრად დაბალი ხარისხის მდარე ხარისხის სისულელები შეიძლება ილაპარაკოს იმ შიშის გარეშე რომ მას რეპუტაცია დაუზიანდება, მაგრამ იმედიც კი ამ სისულელეს და რაღაცა პირდაპირ შინაარსით რომ არიქა ხალხო რევოლუცია შეიძლება მოხდეს რაღაცა მზადდება და ეხლა მობილიზდეთ თორე შეიძლება ქუძე კაცი დაგჭირდეს და ამ ეხლა გადაწყდება ყველაფერი და მართლა გვიდგას რევოლუციის ამას არ ლაპარაკობს იმედიც კი უბრალოდ მინიშნებების დონეზე რაღაცა ფონურ განწყობას ქმნიან ფონურ განწყობას იმისა რომ აი რაღაცა ვიღაცა ყობახიძე ერთი სართული ისა რა ქვია ბურჭულაძე ერთი სართული ზემოთ ავიდა და ახლა ეს ელაპარაკა ახლა ესთან კონსულტაცია თუ დაჭირდა ბურჭულაძეს რევოლუციას რო ახდენს მაგაზე ხო მთლად არ ქონია შანსი არაფრის აი ახალაიამ თუ უნდა ჩაუტაროს კონსულტაცია მაგის იქით თუ საკონსულტაციო რგოლი აღარ დარჩა ანუ აი ყველაზე როგორი დამაზიანებელი ფიგურის იცი მაგას ხო აქვს მნიშვნელობა ეხლა რაღაცა გადატრიალება უნდა მოვაწყო და ვიღაცა ძალიან დამაზიანებელი ფიგურაა და მოდი შენ გვერდზე გაიწია ისეც დაველაპარაკები რომ საქმე არ დაზიანდეს და აი ახალაიას მეც თუ ვერაფერს ვერ ყვავილობენ მაშინ მით თუ მეტეს არაფრის შანსი არ ქონიათ ამ საქმეში და აქედან გამომდინარე რადგან ზედა ეშელონები მაქსისულელეს თავის თავს კი ხალხს არა თავის თავს ვერ აკადრებენ რომ ეხლა გამოვიდნენ და ხალხო რევოლუცია ხდება რაღაცა ქვედა საშუალო რგოლის რაღაცა სანაგვეთქცეული რეპუტაციის დაბალი რანგის ფიგურებს მიუშვებენ ამათ ალაპარაკებენ რომ ეცდებიან რომ დაარაზმინონ ხალხში შიშები და მთელი ამ შიშების გათვლა იქნება იმაზე რომ აი კიდე ერთხელ მეტი აქტიურობა იყოს არჩევნებზე ოცნების სასარგებლოდ ჩვენს აზრებსაც რა პოზიციებით უტევენ თქვენ რა დროს მაგაზე კონცენტრირება რა დროს ისა რო არ არის რა ქვია პარკირება რო პრობლემა რა დროს კორპუსი რო კორუფციით აშენდა რა დროს ამა რო მილიარდი მოიპარა მაგაზე რა დროს საუბარი აგერ კაცო 4-ში ნაცები ვრუნდებიან სასტრაფოდ მაგაზე საუბარი არის ღალატი ეხლა 4 ოქტომბერზე რაღაც თავდაცვაზე უნდა კონცენტრირდეთ და თუნდაც წარმოვიდგინოთ მოცემულობა სადაც რაღაცა გასაოცარი პარალელურ რეალობაში რევოლუცია შეიძლება ხდებოდეს 4 ოქტომბერს. აი ამ არჩევნებზე რა შუაშია ეგ აი ამ არჩევნებთან დაკავშირებით აგერ ოცნება აცხადებს 66% ქონიათ 64-ე მუნიციპალიტეტს იგებენ. ხო და ნუ არ მონაწილეობს მეორე მხარე საერთოდ. ვინც რევოლუციას გიწყობს ის არ მონაწილეობს და აქედან გამომდინარე ხალხო თუ ვინმე თქვენგანი მაინც ამ დებილებზე გათვლილმა დებილებზე გათვლილმა დარე პროპაგანდამ რომელიც იმდენად იდიოტურია რომ ზედა ეშელონიც კი ქართული ოცნების პოლიტიკური და მედია რგოლის საკუთარ თავს არ აკადრებს რომ ილაპარაკოს რომ რაღაც ეგეთი სერიოზული საფრთხე დგას და მხოლოდ აი ქვედა სამარცხვინო ეშელონიდან გელაპარაკებია რომ არის ხალხო იქ ხდებაო თუ ვინმე თქვენგანზე მაინც იმოქმედა აზრმა და გაკრათ აზრმა რომ აი ხო მართლა იქნება რამე მოხდესო ამის მიუხედავადაც ამ არჩევნების შედეგები მაგასთან კავშირში არ არის ამ არჩევნებთან შეგიძლიათ თამამად წამოხვიდე და კონსერვატორებს მისცეთ ხმა განურჩევლად იმისა კონსერვატორებს მისცემთ ხმას ოცნებას მისცემთ ხმას
გადახაზავთ ყველა ბიულეტენს თუ რას იზავთ, ნაცები ამ არჩევნებს ვერ იგებენ. ვინც რევოლუციას აწყობს ამ არჩევნებს ვერ იგებენ. კუპრაძეც ვერ იგებს ამ არჩევნებს. ხო კუპრაძეა თუ კუპრავაა. ეგეც ვერ იგებს ამ არჩევნებს. ანუ ვერავინ ისეთი ვიზეც თქვენ შიში გაქვთ რომ არიქა რევოლუცია შეიძლება მოხდეს ამ არჩევნებს ვერ იგებს. ამიტომ კი არა არ იღებს მონაწილეობას. ხო, ვერ იგებს, იმიტომ რომ არ იღებს მონაწილეობას, ან არ აქვს არაფრის შანსი. ამიტომ კი აღარ აქვს. ხო, არც საარჩევნო ყველა რაიონში არ არიან, ვინც არის წარმოადგენელი, მათ ყველა რაიონში არ აქვს წარმოადგენელი და რაღაც საცოდაობაში არიან, ხო? ამიტომ ერთია ხარისხი შეურაცხყოფელი იდიოტობის, რომ შენ გეუბნება ვიღაცა 4 ოქტომბერს რევოლუცია მოხდება და ფრთხილად იყავი. ეგ ერთია ხარისხი, რომელიც მაღალი ხარისხის შეურაცხყოფელი იდიოტობაა. მაღალი ხარისხის შეურაცხყოფლობის თვალსაზრისით, იმდენად რომ ხელისუფლება თვითონ არ კადრულობს მაქსისულის ზედა ეშელონებიდან ლაპარაკს, მაგრამ კიდე მეორე ხარისხია, კიდე უფრო გაუგონარი მასშტაბის შეურაცხყოფა. აი ნაცები არ მოbrunდნენ 4 ოქტომბერს რაღაცა საშინელება იგეგმება და არიქა ოცნებას მიეცი ხმა იმ საკრებულოს დეპუტატად რაღაცა პირობითა და 25 კაცის მაგერად 27 გავიყვანოთ. ხო, ასე დებილობას ვიღაცა რომ გაკადრებთ. არ ვიცი, რეალობაში თუ გაკადრებთ, უნდა შეაფურთხოთ პირდაპირ სახეში ასეთი რაღაც რამეს რომ ვიღაცა გაკადრებთ და თუ შორიდან გაკადრებთ სადმე ეკრანიდან შესაბამისი ეპითეტებით უნდა შეამკოთ ხოლმე სასურველია დაწერაც შესაძლებელია სოციალური ქსელებით და მე ამ შეურაცხყოფის პასუხად, ამ ჩათლახური შეურაცხყოფის პასუხად უნდა გაბრაზდეთ, წახვიდეთ და ხმა მისცეთ კონსერვატორებს საქართველოსთვის. კი ბატონო.